მარსზე ქალაქის გაშენება აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური, თუმცა წარმოუდგენლად რთული პროექტი. დღეს ამ მიმართულებით ორი მთავარი ძალა მუშაობს: სახელმწიფო სააგენტოები, როგორიცაა NASA და კერძო სექტორი, პრინციპში სერიოზულად მხოლოდ SpaceX-ი. 2050 წლისთვის მარსზე ქალაქი გაშენდება. ის კაცობრიობის მეორე სახლი და დედამიწის მყუდრო თავშესაფარს მიღმა დაარსებული ჩვენი პირველი ფორპოსტი იქნება. სამშენებლო პროექტი, რომელიც სამყაროში ჩვენს, როგორც მრავალპლანეტური სახეობის მომავალს, წარუშლელად დაამკვიდრებს. კომპანია SpaceX-ი მტკიცედაა განწყობილი, რომ ეს ხედვა რეალობად აქციოს. თუმცა, მარსის კოლონიზაციისთვის მხოლოდ ამბიცია და მძლავრი რაკეტები არ კმარა. მთავარი ნიშანი, რაც მარსის ქალაქს ნებისმიერი სხვა არამიწერი დასახლებისგან, მაგალითად მთვარის ბაზისგან განასხვავებს, თვითკმარობის იდეაა. მთვარეზე მყოფ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია დედამიწაზე დაბრუნება. ამ ორ გადაჯაჭვულ ციურ ობიექტ შორის მგზავრობას ხომ სულ რაღაც ერთი დღე სჭირდება. შესაბამისად, ნებისმიერი რესურსი, რომელიც მთვარის მკვიდრებთ დასჭირდებათ, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. მარსის შემთხვევაში კი სულ სხვაგვარადაა საქმე. აქ დედამიწიდან ცალმხრივ მგზავრობას 8 თვე სჭირდება, მინიმუმ 6. შესაძლოა მომავალში ბირთვული ძრავების დახმარებით ეს დრო შემცირდეს, მაგრამ საუკეთესო პროგნოზითაც კი გზას მაინც 45 დღე დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მარსის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დედამიწის რესურსებზე. მათ უნდა ისწავლონ ყველაფრის მოპოვება, რასაც წითელი პლანეტას თავაზობს. თუმცა სიმართლე ითქვას, ის ბევრს არაფერს გვთავაზობს. სწორედ ეს გარემოება გახდება ბიძგი მარსზე მძლავრი ინდუსტრიის შესაქმნელად, რომელიც ამ მწირ რესურსებს მოიპოვებს და მათ ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ საგნებად გარდაქმნის. მიზანი ერთია: ადამიანი გადარჩეს. რომ დადგეს დღე, როდესაც ხომალდები დედამიწიდან აღარ ჩავლენ. კაცობრიობამ არსებობა ხომ უნდა გააგრძელოს. რა მიზეზითაც არ უნდა შეწყდეს მშობლიური პლანეტის მხრიდან მხარდაჭერა. კაცობრიობამ არსებობა მეორე პლანეტაზე უნდა განაგრძოს, მინიმუმ მეორეზე. ამისათვის კი საჭიროა, რომ სანამ დედამიწაზე რაიმე საბედისწერო მოხდება, მარსის ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდეს და საქმიანობდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მარსზე ფესვები ღრმად უნდა გავიდგათ, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.